და ეს მენა ღმერთისკენა პირველი. ეს გვჭირდება ჩვენ. თორემ იესო ქრისტე რაც იყო თქვა გუში და რაც იყო გუშინზე ის არის დღეს და ის იქნება უკუნითი უკუნისამდე. ასე იქნება ეს. ჩვენ თუ არ მივიღებთ ქრისტეს გულში და არ მივიღებთ, არ გავწევთ გონებას და არ გვექნებოთ ცოცხალი რწმენა და ამას არ გამოხატავ ცხოვრებაში, ჩვენ მივიქნებით დაცილებულები და გვეგონება იქავა. სინამდვილეში არ არის. ხო და მაგრამ ქრისტიან ადამიანს ბოროტება ვერ ეხება. რადგან დღეს ხო გაიგონებთ თქვენ იქ ბოლოში ეძერა გენეალოგიაში, ქრისტეს გენეალოგიაში ეძერა სახარებაში რომ აჰა ქალწული მუცლად იყოს და შვაზზე და სახელი დაერქვას ემანუილი. რაც ნიშნავს ჩვენთან არის ღმერთი. აი ვისთანაც არის ღმერთი, იმას ვერ შეეხება ბოროტება და ვერც განსაცდელი და ვერც ეშმაკი. მაგრამ ეს მარტო თეორიულად კი არ უნდა ვიჯეროთ სიტყვებით, კიდევ ამბობ, გულით უნდა ვადაროთ. რწმენამ უნდა გაიმარჯვოს შიგნით. ხო და რწმენამ უნდა მოახერხოს თვალის ახელი. და უნდა გაგვიხსნას უფალმა გონება, რომ ვიხილოთ ჩვენ ჭეშმარიტება. ხო და უფალმა თქვა თვითონ, რომ ამ ჭეშმარიტებამ უნდა განგვანათლოს ჩვენ, რადგან თუ უფალი არის გზა, თუ უფალია ცხოვრება და თუ უფალია ჭეშმარიტება, აი ეს გაგვიხსნის გზას, უფლისკენ და ზეცისკენ. და მე გითხარით თქვენ, როდესაც საქართველოში ცხოვრობდნენ ზეცის გზით აფიქრალი ადამიანები, რამდენი რამე შეიქმნა. აი იმერეთიდან რომ დავიწყოთ, ელათი, აგრატი, იქით ოწამეთა, იქით ბედია, აქეთ ალავერდი, აქეთ სვეტიცხოველი, აქეთ ზედაზენი, აქეთ პარხალი, ვოშკი, ხახული, მანა, წყაროსტოვანი, მონაძორი, საზმა, ვარძია, საფარა. აი ზეციურად მოაზროვნე ადამიანებმა თორა გაჭირების მეტი რა იყო, კაცო. მეფეს ეკუტებოდა და კაცი კაცს ეკუტებოდა და გადარჩენა ყოფნა არ ყოფნაში ვიყავ. მაგრამ იქნებოდა ეს ყველაფერი. კულტურა, ენა, არქიტექტურა, ხუროთმოძღვრება, ყველაფერი იქნებოდა. ბევრი ცოცხალი და დღეს რა ჯანდაბა გვემართება. იმიტომ რომ კერპებს გავყევით, კერპებს. ედუარდი გადაგვარჩენს, მიშა გადაგვარჩენს, ის გადაგვარჩენს. უფალმა იხსნა ქვეყანა, უფალი ეცვა ჯვარს, თორემ მაგენი ვინ იყო კაცო? მათგორა აღლიდები. მაგრამ მე გეტყვით თქვენ, რომ თუ ჩვენ გაგვეხსნება გონება და აგვეხილება თვალი, უფლი, რომ ვიხილოთ ჭეშმარიტება და მერე ჭეშმარიტება თუ გაგვანათლებს ჩვენ და გაგვამთავისუფლებს ვაცხონებს კიდევაც. რაც კიდე ჩვენგან არის შეუძლებელი, წამს რომ ღმერთისგან არის იგი შესაძლებელი. და იცოდე რომ შენ ბრძოლას უფალი თავისი თვალით ხედავს. უფალიც ხედავს, შენი მფარველი ანგელოზიც ხედავს. შენც ხო ხედავს. ხო და თუ მოძღვარი ყავს და მოძღვართან მიდიხარ, შენი მოძღვარიც ხედავს. და ერთი კიდე უბედური სული ხედავს. ეშმაკი რომელიც დღედაღამე ტირის, შენ რომ მებრძოლი გახდე ქრისტეს გზით. ის ვერი დაწვაგას. მაგრამ რასისა? ეშმაკი გარბის, ეშმაკი კვდება. ხო და ამიტომ თქვენ ნუ შეშინდებით, ნუ მოღაფდებით, ეს ჩემი სიტყვები არა, მაგრამ მე მიყვარს ეს სიტყვები. ეს სიტყვები თქვა ბრძოლის ველზე
ხარჭაშნელმა და რუსტონმა ეპისკოპოსებმა. ხალხს მიმართეს, ნუ მოღაბდებით, ნუ შეშინდებით, ჩვენთან არის ღმერთია. და ორივე მოკვდა ბრძოლის ველზე, ადამიანურად. მაგრამ ქრისტეს გზით წავიდნენ, ზეცის გზით. ქვეყანა გადაარჩა. ამიტომ ჩვენთან არის ღმერთი, ამინ იყოს ვერა. მე ვფიქრობ, რომ აკეთეს სიკეთე, სიმდაბლით, მოთმინებით, მორჩილებით და შეძელით, რომ ერთმანეთი გიყვარდეთ, ერთმანეთს მოუვარდეთ. ძალიან ძნელია დღევანდელ ცხოვრებაში ეს ყველაფერი გააკეთო, მაგრამ კიდევ ამბობ, ღვთის სიყვარული თუ გაქვს შესაძლებელი. ამიტომ ჩვენთან არის ღმერთი, როცა ეძახით, ერთმანეთს ეუბნებით, მე მგონია მართლა მასია. ამიტომ გიყვარდეთ ერთმანეთს. დალოცულები ვარ. მრავალშობას დაესწარით, მერე ძველ ახალ წელს დაესწარით და რაც კიდე მაგალითად ჯამეთ მერე ვახსნით.